კონტრშეტევა საკმაოდ მალე დაგიბრუნდათ. დღეს მორიგ ტალანტს წარმოგიდგენთ მე და დიმა. შემდეგ მეორე ნაწილში ვისაუბრებთ საქართველოს ნაკრებზე, თუ როგორ უნდა გაძლიერდეს და მოხდეს შემადგენლობის გადახალისება, შევსება. 3 ახალ კადრს წარმოგიდგენთ, შემდეგ თქვენ შეაფასებთ. ბოლოს რა თქმა უნდა ტრადიციულად გათამაშებაც გელოდებათ, ამიტომ აუცილებლად ბოლომდე უნდა უყუროთ დღევანდელ ვიდეოს. ახლა რაც შეეხება უშუალო ტალანტს, ძალიან დიდი ხანი ელოდებოდით ამ ფეხბურთელს, ითხოვდით, კომენტარები დაიწერა უამრავი, ყველა მათგანს ვეცნობოდით და ეს მომენტიც დადგა. კონტრშეტევაში დღეს თორნიკე კვარაცხელიას ჯერია. გამარჯობა, ჩვენ გავითვალისწინეთ თქვენი სურვილები, თქვენი კომენტარები და დღეს ძალიან მაგარი ვიდეო გელოდებათ. თორნიკე კვარაცხელია ჩავწერეთ, ძალიან დიდი შრომა ჩავდეთ და ჩვენი პროექტის გაგრძელებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია დაალაიქოთ ვიდეო, გამოიწვევთ არხი და გამოვკვეთ და ამ ძალიან მაგარ ვიდეოს ბოლომდე უყუროთ. ახლა უკვე გადავიდეთ დეტალურად თორნიკეს განხილვაზე, როგორ თამაშობს. შორიდან ასე თუ ისე მეტნაკლებად ყველანი იცნობთ, რაღაც ამონარიდები ნანახი აქვთ, გოლები, ფინტები და ასე შემდეგ, მაგრამ დეტალურად ეხა ჩავშლით მთლიანად მის პროფილს და იმ კუთხით დაგანახებთ მის თამაშს, რაც აქამდე არავის უნახავს ჯერ. როცა ვიწყებთ თორნიკე კვარაცხელიას პროფილის განხილვას, უნდა ხაზი გაუსვათ მის იმ პერიოდს, რა პერიოდს მან გაატარა ვიკინგებში, 4 წელი გაატარა 10-დან 14 წლამდე და ამ პერიოდში მან ძალიან ბევრი რაღაც ახალი ისწავლა, იგივე ტაქტიკური კუთხით, მანამდე იყო უფრო დრიბლინგზე, მთელი აქცენტი დრიბლინგზე ქონდა და პასები, დაცვაში თამაში, ტაქტიკური ცოდნა ამ ხრივ ასაკიდან გამომდინარე არ ქონდა შესაბამისი და როცა გადავიდა ვიკინგების აკადემიაში უკვე ამ მიმართულებით, სხვადასხვა მიმართულებებით პროგრესი აჩვენა, ვასკა ხაჩიძე იყო მისი მთავარი მწვრთნელი და მასთან მუშაობა საკმაოდ ისეთი იყო წარმატებული და პროდუქტიული. სწორედ ვიკინგებიდან მოხდა პირველად საქართველოს 15 წამდე ნაკრებში და ესეც ძალიან ისეთი ხაზგასასმელია ჩემი აზრით. ბოლო 1 წელია უკვე დინამო თბილისის აკადემიაში თამაშობს კვარა და მის სათამაშო სტილს, პროფილს ფეხბურთელის დაეტყო, ეტაპებს გადის, ყალიბდება და ფიზიკურადაც ძალიან გაზრდილი არის, კადრებსაც ხედავთ და თუ უყურებდით მანამდეც თორნიკეს თამაშს, 1 წლის წინანდელი და წლევანდელი ფიზიკურად უკვე დიდი სხვაობა არის. დაცვაში თამაში ძალიან მოუმატა და მწვრთნელებსაც ვესაუბრეთ და ყურადღებას უკვე თვითონაც უთმობს და ერთი რამ აღსანიშნავია, რომ მის ასაკში საკმაოდ მისასალმებელია და არც ისე ხშირია ასე ჩამოყალიბებულად თამაშობდეს დაცვით ასპექტებში მარცხენა გარემარბს. ანუ ესთეტიურ თვალსაზრისით ყველაზე მეტად მოწონს ბილია რა ბურთთან შეხებისას და აი ტექნიკურ ფეხბურთელებშიც კი გამოარჩევს ეს სირბილე და გარდა ამისა აი ჩვენ წლების ნაკრების თამაშები რომ ნახე აი დაკარგული ბურთის შემდეგ ეგრევე უკან მოდიოდა და დაცვაში ჩამოდიოდა და აი ართმეოზე ძალიან ის აქტიურად მუშაობდა. ხედავთ ეხა ყველაფერს ხო? და აი ამ ასაკში ძალიან ისეთია რა, არ არის ხშირი შემთხვევა და ანუ ეს დაცვითი სკილები მან დახვეწა ვიკინგებში და შემდეგ უკვე დინამოს აკადემიაში განავითარა და იგივე ნაკრებშიც გამოჩნდა რომ დაცვაზე ძალიან ბევრს მუშაობს და გააზრებული აქვს ეს მომენტი რომ თანამედროვე ფეხბურთელისთვის აუცილებელია დაცვაში თამაში. ნუ კი გვინდა რომ თქვა კვარას მაგალითად ხუჭო კვარაცხელიას არ დაავალონ ბევრი დაცვითი სამუშაო, მაგრამ ნუ თანამედროვე ფეხბურთის რაღაც ეს ტენდენციები ესეთია რა. და გააჩნია რა გუნდში მოხდები რომელიც მწვრთნელთან და ოძის მნიშვნელობა აქვს. შეიძლება რომ ვიღაცამ საერთოდ არ დაგავალოს მაგალითად. ნუ идеალურია როცა არ ავალებენ, მაგრამ რაღაც ეტაპზე რო ახვიდე, აი ტოპ ფეხბურთელი რო გახდე, ამ გზაზე, ამ დაცვითი ფუნქციების შესრულება მნიშვნელოვანია. სიღრმე უნდა კონდეს ყველა ვარიანტში კი. ცენტრშიც ხშირად შედის და იქაც მიმართავს პრესინგს, ბევრი ჩაჭრა და ართმევა აქვს მაკედანას და ანუ მრავალფეროვანი ფეხბურთელი არის პოზიციურადაც. სათამაშო ასპექტებითაც ხო ძალიან ბევრი პლუსი აქვს და ასე შემდეგ ამ ყველაფერს გაჩვენებთ, მაგრამ ანუ ჯერ პრესინგზე და დაცვით სკილებზე ვსაუბრობ და ამ კადრებს გაჩვენებთ ეხლა რა, იმიტომ რომ საერთოდ სხვა ამბავი არის, როდესაც ჩვენს განაპირა მცველს აზღვრებ და ჩადიხარ და მეორე პლუსია, როცა ცენტრში შედიხარ, საყრდენ ზონაში 10-ანის პოზიციაზე, 11-ანის პოზიციაზე, იქ მიმართავ უკვე პრესინგს და იქ დაბრუნებული ბურთები, გატანილი გოლი მოჰყვა შემდეგ, გოლი გაიტანა თვითონ ასისტი გააკეთა და ასე შემდეგ, ანუ ორმაგად იყენებს თავის დაცვით შესაძლებლობებს, ასე თქვათ რა და ეგ მე მგონი ძალიან ისეთ ჩამოყალიბებულ პროფილს აძლევს რა ამ ასაკში. ამ სეზონში ერთი საინტერესო ფაქტი იყო, დინამოს ამხანაგური თამაში ქონდა და თამაშის მიწურულს ზვიგად კვარაცხელიამ კითხა ფეხბურთელს. მისი ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელი. კითხა ფეხბურთელს ვინ შევიდა და მარცხენა მცველის პოზიციაზე და თონიკემ თავად გამოთქვა სწორედ და თამაშის ბოლოს ამ პოზიციაზე ითამაშა. 15 წუთი ითამაშა კი და კარშიც იდგა. ეს ინტერვიუშიც გითხრა. კი, მაგას ყველაფერს ნახავთ უკვე შემდეგ ჩელენჯებში. მოდი ახლა ცოტა შეტევით ასპექტზე გადავიდეთ. გავშალოთ მისი პროფილი და რა გამოარჩევს, წეგან თქვი რომ ძალიან რბილიაო რა. ეს პირველი შეხებაა. აი რა ბერგამპს რას გამოარჩევდა და ეგეთ ფეხბურთელებს რა. მოკლე სივრცეში
როგორ ძრება და ბურთი როგორ ახლოს აქვს ფეხთან რა, მაგას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს დრიბლინგის რამდენიმე ნაირსახეობა არსებობს ეხლა რა, მარტივი მაგალითად რო ვიღოთ, გარეთ ბეილი იყო უფრო სივრცის ფეხბურთელი, რომ გაიგდებდა ფლანგზე, ვერავინ ეწეოდა და ეს კატეგორია თორნიკესი არის უფრო პატარა სივრცეში, წნეხის ქვეშ, ეს დაძრება და ისე დაასრიალებს, ამ მეგონი მაგნიტი აქვს რა, ფეხშიო და ეგ ყველაფერი ჩვენს თავზეც მე და დიმამ გამოვცადეთ, ვიწვნიეთ, ჩელენჯებში ნახავთ მაგ ყველაფერს. მაგასთან დაკავშირებით იმის თქმა მინდა, რომ აი ჯერ ეგრეთ წოდებულ ორ ფეხებში ვერ შევიყვანთ რა, მაგრამ მარცხენა ფეხით მუშაობს და დროის ამბავია, რომ ეგრეთ წოდებული ორ ფეხი დავარქვათ შემდეგ და იც რომ მოძრაობის შედეგად უყარს მარცხენაზე გადმოტანაც კი და მაგაც მუშაობს. და რაც დაეხმარება მე იმაში, რომ იგივე მარჯვენა ფლანგიდან უფრო პროდუქტიული იყოს. კი, მის საყვარელი პოზიცია არის მარცხენა ფლანგი, თუმცა თქვენ კადრებშიც ნახეთ, რომ მარჯვნიდანაც თამაშობს, ცენტრშიც უთამაშია და ნუ მარცხენად თქონდა ყველაზე ჭარბადა. კარშიც იდგა და მარცხენადაც გამოცდილება აქვს რა, ამ საკში უკლედ ძალიან ბევრი მოასწრო უკვე. ნუ დინამოს აკადემიაში კარგი ტენდენცია ის, კარგი მიდგომაა, რომ ფეხბურთელი რომელიც პროგრესირებს, შემდეგ ან ზედა ასაკში აყავთ ამ პირველ გუნდში აწინაურებენ და ამის ძალიან ბევრი შემთხვევა იყო და ნუ აი მომავალზე ძვეცობს ვსაუბრობთ, იმის თქმა შეგვიძლია, რომ თუ გააგრძელებს პროგრესს, იშრომებს, ისეთივე დამოკიდებულება ექნება, როგორც ახლა აქვს. უბრალოდ დროის ამბავია, რომ პირველ გუნდში ითამაშებს. ძმებს შორის მსგავსება აშკარაა, თუმცა ამას მეგონი ის არავის გვიკვირს და არაფერი არის ამაში გასაკვირი. ხვიჩა არის, ხვიჩა, თორნიკე არის, თორნიკე, ფეხბურთელები თავთავიანთი პროფილებით. ნიჭი სახეზეა მონაცემებით, მაგრამ შედეგის მისაღწევად არის აუცილებლად მნიშვნელოვანი შრომის მოყარეობა, მიზანდასახულობა და მენტალური თვალსაზრისით სწორი მუშაობა. მე რამ აძლევს ხა ოპტიმიზმის საფუძველს 4 კრიტერიუმში ჩავატევი ხა ამას შემოგთავაზებთ მოკლედ რა. პირველი, სახეზე გვაქვს ნიჭი და მონაცემები, ნუ ამაზე არ ვდაობთ, ძალიან ნიჭიერია ფეხბურთელი. მეორე, ოჯახის დამოკიდებულება, რომელიც არის ძალიან სწორი და ზოგადად ისტორიის განმავლობაში ფეხბურთელების შემთხვევაში, ქართველ ფეხბურთელების შემთხვევაში გვინახავს, რომ იყო რაღაც რა, არასასიამოვნო ხელი შეწყობები. ამ შემთხვევაში პერსონალურად მადლობა ეკუთვნის ოჯახს. მესამე, აკადემია, ამ შემთხვევაში დინამოს აკადემიაშია და ჩვენ რაც ვნახეთ, ანუ სამუშაოდან გამომდინარე და მიდგომიდან გამომდინარე, აშკარად იცის დაუმუშავებელი ალმასი როგორ აქციოს ბრილიანტად და ამ შემთხვევაშიც დაზღვეულები ვართ და მეოთხე, თავად ფეხბურთელის შემთხვევაში მე და დიმამ რაც ვნახეთ და ძალიან დიდი ხანია ვაკვირდებით თორნიკეს და უშუალოდაც გავიცანით, თავად ფეხბურთელმა იცის როგორ იმუშაოს თავის თავზე და როგორ უნდა მიუდგეს ამ ყველაფერს რა. იქ თავში ავარდნის მომენტია, რომელიც საერთოდ არ აქვს, ძალიან თავდაბალია, წესიერი და შრომის მოყვარია და ეს ყველაფერი იმის საფუძველს მაძლევს, რომ ვიყო ოპტიმისტი. ამ შემთხვევაში თქვენი აზრი მაინტერესებს, თქვენ როგორ ხედავთ აი ამ ჩემს მიერ ჩამოთვლილ კრიტერიუმებს და ყველაფერს, ნანახ კადრებს და ასე შემდეგ რა და ბოლოს ვიტყვი, რომ ძალიან ცოტა ფეხბურთელი შემიძლია გავიხსენო ამ ასაკში, რომელიც ასეთი დაღვინებული პროფილის არის. 16 წლისაა და ამ საკის ფეხბურთელებიდან ცოტა მახსენდება. აი, მინდორს მიყვა ძალიან ისეთი უბრალოა, ცოტა გასაკვირია, მე მახსოვს ხა ბევრი ქართველი ფეხბურთელი. სასიამოვნოდ გასაკვირია. ბევრი ქართველი ფეხბურთელი მახსოვს ბავშვობიდან მოყოლებული, რომელიც პირველად ვერ გაიზარდნი და შემდეგ თავში უქროდათ და ნუ ვერ განავითარეს კარიერა და ეხლა ისეთი თაობა მოდის თორნიკეც მათ შორის ძალიან სწორად უდგება საქმეს. მინდორზე საფეხბურთო სიტყვახედი აუცილებელია და მინდორს მიყვა თავდაბლობა და ეს უბრალოება ძალიან სასიამოვნოა რა, როცა მას ესაუბრები. კი და წინა ვიდეო ვისაც არ გინახავთ, კობზონასი აუცილებლად ნახეთ. ეს სიტყვახედე, სწორი დამოკიდებულება და მენტალობა და ასე შემდეგ დინამოს აკადემიაში ზედიზედ ორჯერ ვიყავით და უეჭველი ნახეთ წინა ვიდეოც არ გამოტოვოთ. თვალთან მუშაობასთან დაკავშირებით იმის თქმა მინდა, რომ იცის თვალთან მუშაობა, ანუ იცის მოსმენა, ამის გაგება, ანუ ისე არ არის. მაგრამ ზოგი ფეხბურთელი უბრალოდ გისმენს თავს უკრავს, მაგრამ მეორე წუთში არ ახსოვს. თორნიკე გისმენს და შემდეგ ეს ცოდნა ინფორმაცია, ახალი ინფორმაცია მოედანზე გადააქვს და თამაში აჩვენებს. სულ ბოლო შეხვედრა რა, ერთი კადრები მინდა განახოთ, ის სუპერ გოლი ხო ყველა მონახეთ და თქვენს განახეთ, ნუ კიდე ამოვანათოთ. ეხა ბოლოს გაიტანა დინამოს 16 წლამდელები, 17 წლამდელები დაუპირისპირდნენ 19 წლამდელებს და საოცარი თამაში ჰქონდა თორნიკეს, მაგრამ გარდა ამ გოლისა ერთი მომენტი მინდა, აი წეგან მედაშენ ვისაუბრეთ, მომენტს არ ეთიშებაო რა, უკან ჩასვლა და ასე შემდეგ. და აი ამ კადრებს დააკვირდით, ცენტრში შეწევა წეგან ვახსენე რა, ფლანგიდან შედი ცენტრში საპრესინგებს და იპარავს ბურთებს. აი ეგეთი მომენტი არის,
ცენტრში ჩასაფრებულია არასწორი პასი, ჩაჭრა და წაიღო, დაარტყა ძალიან კარგად და მოხვდა ძელს. გამოვარდა და იქ დინამო კარგავს ბურთს და მოდიან კონტრშეტევაზე და იმ მომენტში ხო არა თავში რომ წაიშენ ხელს და რაღაცა და თვითონაც ანუ ეწყინა რომ არ გავიდა, მაგრამ ანუ მომენტს არ გამოეთიშა და საიდან მოყვება უბრალოდ დააკვირდით, რამდენი ირბინა და გადააზღვია თავის ფლანგი მარცხნივ. ანუ რამდენი ფეხბურთელი გახსენებათ რომ იქ ისეთ ბურთს რო გააფუჭებს საჯარიმოში შიგნით. და რამდენიმე წამში არის აქ უკან ჩამოსული მარცხენა საზღვებს რა. 16 სასახში ძალიან მისასალმებელი არის ეგ და მადლობა ეკუთვნის წვრთნელებსაც და თავად ფეხბურთელსაც. ერთი ფეხბურთელი მახსენდება ქართული მსგავსი სტილის. აი იგივეს გააკეთებდა. ნეტა რომელი? როცა ახალ ფეხბურთელს გაცნობთ, ეს არ არის რაღაც ანუ სრულყოფილ ფეხბურთელზე არ არის საუბარი, ეს არის პროცესი და ამ პროცესში რა ეტაპზე არის, ამას განვიხილოთ. რა თქმა უნდა, შრომა უნდა გააგრძელოს ფეხბურთელმა, ის დამოუკიდებლობა უნდა გააგრძელოს და რა ვიცი, ყველა თვისება აქვს იმისთვის, რომ მაღალი დონის ფეხბურთი ითამაშოს. ეხლა წინასწარ რაღაცების გათვლა ჩვენგანაც არ იქნება სერიოზული და არავინ არ იცის, იმიტომ ძალიან ბევრი რამეზია ფეხბურთელის წარმატება დამოკიდებული. კარიერული გადაწყვეტილებები, ჯანმრთელობა და ძალიან ბევრი ნიუანსია და ამიტომ რომელსაც შენ ვერ აკონტროლებ. ამიტომ წინასწარ რაღაც კოშკების აგება არ იქნება რა სწორი. ახლა შეგახსენებთ, რომ აუცილებლად უნდა დაალაიქოთ ჩვენი დღევანდელი ვიდეო. გათამაშების წესებზე ბოლოსკენ მოგიყვებით, მინიმუმ 1000 ლაიქზე უნდა ავიდეთ, უეჭველი, დაწერეთ კომენტარები, რა კითხვები გაგიჩნდათ ჩვენს მიერ განხილულ თემებთან დაკავშირებით. იგივე თორნიკესთან თუ გაქვთ რაიმე კითხვა, ან რამე ხო არ დაგაკლდათ ჩვენს მსჯელობაში და ნებისმიერ კითხვა გამოვუშვით, გიპასუხებთ აუცილებლად მე და დიმა 24 საათის განმავლობაში ვამოწმებთ თქვენს კითხვებს და ყველა კომენტარს ვეცნობით. და იმისთვის რომ პროექტი გაგრძელდეს, განვითარდეს, თქვენი აქტიურობა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ახლა მივადექით ნელ-ნელა უკვე ჩელენჯებს და დავიწყოთ ჩვენი FIFA-ს ქარდით ტრადიციულით. შევადგინოთ დიმა. დავიწყოთ პირველი კრიტერიუმით. სისწრაფე 85, დარტყმა 80, პასი 82, დრიბლინგი 85, დაცვა 65, ფიზიკა 80. და საერთო მონაცემები 85. ხედავთ ეკრანზე. შეგვიფასეთ ეგეც დაგვიწერეთ კომენტარებში. სანამ ეხა უშუალოდ ჩელენჯებზე და სიუჟეტზე გადავალ და განახებთ, იქამდე უნდა გითხრათ, რომ ვიდეოდან ვიდეომდე მთელი ჯგუფი გუნდი მუშაობთ მაქსიმალურად, რომ განვითარდეთ და უკეთესი გავხადოთ კონტრშეტევა და დღევანდელ ჩელენჯებში ბევრი საინტერესო სიახლე გვექნება, თქვენი შეფასებები ამასთან დაკავშირებითაც გვაინტერესებს, რომლის მომზადებაშიც დაგვეხმარა ბავშვთა ლიცენზირებული პროფესიონალი მწვრთნელი არჩილ კორღალიძე. შეაფასეთ მისი შრომა და ანუ ვინც დაინტერესებული ხართ მისი საქმიანობით ყველაფრით სოციალური ქსელების გვერდები არის აღწერაში ქვემოთ, აქაც ხედავთ ეკრანზეც, შეგიძლიათ გადახვიდეთ და გაეცნოთ თუ რაიმე დაინტერესებული ხართ. ახლა გადავიდეთ უშუალოდ სიუჟეტზე და ძალიან მაინტერესებს თქვენი კომენტარები და როგორც კი ნახავთ, აუცილებლად დაწერეთ. აგრა გაუშვა. ძალიან დინამიური კადრი იყო რას. არჩილი, რომელიც გვეხმარება ამ ჩელენჯების გაგეგმაში, ჩვენი გუნდის ახალი წევრი კომენტარები დაწერეთ, შეაფასეთ, გამუშავა როგორ მოგეწონათ. მეგონი ძალიან დინამიური და ცოცხალია. ახლა შევამოწმოთ კვარას სპრინტს 30 მეტრიან მონაკვეთზე. წავიდა. კვარა მზად ხარ? ჩემს ასტვენზე მორბი ხარ? ვერ მორბის, იმიტომ რომ კამერები არა ჩემზე. 3 და 79 ძალიან მაგრად გაიქცა. ჩვენი ახალი ჩელენჯი 4 rebounder-ი, 4 ბუფი და კარში უნდა გადაგზავნოს, თვითონ დინა ჩართულია ტრადიციულად. წინაზე როგორ დამთავრდა დიმიტრი შაქულოვი, ნახეთ ახლა შევაფასოთ. გამოვუშვით კომენტარები.
ესთეტიკურ თვალსაზრისით აი ბერკამპის რაღაც ვაიბები მოდის რა. კი. ყველაზე მაგარი რაც მოწონს ეგ არის რომ სირბილია ძალიან მაგარი რა. და ბევრისგან გამოარჩევს. არ მოდი ქართული ფეხბურთელები ზოგადად ძალიან იშვიათია რა. მეტყვი თანამედროვე ფეხბურთი. 100%. ეხლა კვარაკს ზერპას გააკეთებ და უნდა ჩამოვიღო ისე როგორც დენის ბერკამპი აკეთებდა ამას. ბიჭი, ჩემი კლასი რა, რაც ვერ ვითამაშე, აი ხა მინდა რა. ცოტა ასაკში ვარ, მაგრამ მაინც ჩემი ტექნიკა უნდა ვაჩვენო. ეს არ გაუშვოთ. $16 მილი. კობზონამაც იგივე სიჩქარით გავა. გაიტანა. ბენგერი. ეხლა მე დიმიტრი ვისკავთ კარიერას ვასრულებ. ნახოთ რა გამოვიდა. 2-1 ვართ. ვარა შანსები ვერ ვიტყვი რომ ჩვენ სასარგებლოთაა. ჩვენ სასარგებლოდაა. ოპტიმისტი კაცია. მიდი და მე დაზღვევაზე ამოჭერი ეს. აი რა. არ გაუშვათ ეს ამოჭერი. ეს არ ჩაიწერო. მოვიდა ფინალური მომენტიც, აბა, ჩაიბარე შენი კარდი. ვანახოთ კამერასაც. როგორ მოგეწონა, როგორ ელოდი და როგორ გაამართლებ რა თავარია მონაცემებს. რა ვიცი, შევეცდები. კარგი. ძალიან ოპტიმისტურ ვართ განწყობილი მაგამ ბავშვი რა. შეიძლება გაუმჯობესოს კიდეც რა. მოდი გადავიდეთ ახლა კითხვა-პასუხის ამბებზე. დავიყვაყობილოთ ჩვენი და მაყურებლის ცნობის მოყარეობა. რომელი გირჩენია, დრიბლინგით სამ კაცს გაცდე, მეკარე დააწვინო და შეაგდო, თუ შორიდან აჭრა და ცხრიანში გაიტანა. დრიბლინგით. დღეს დღევანდელი გარემარბებიდან, შენი პოზიციიდან, მარცხენა გარემარბებიდან, რომელია შენი ფავორიტი, ოღონდ ხვიჩა არ ითვლება. ხვიჩა თუ არ ითვლება, ალბათ არ ვიცი. რაფინია მომწონს, დოკუს კარგია, არ ვიცი, ბევრი არის. ალბათ უფრო რაფინია ან დოკუ. გაქვს რაიმე საფეხბურთო სრულწმენი რაღაც რიტუალი. მაგრამ ზოგი მარჯვენა ფეხით შედის მოედანზე რაღაც გავსი რა. კი, ეგ რა თქმა უნდა, მარჯვენით შევდივარ და პირველ ჯერს ვიცი. ყველაზე მეტად რთულად გასაცდენი შენი აზრით, რომელი ფლანგის მცველი არის, შენი პოზიციიდან გამომდინარე რო თქვა რა. მარჯვენა ფლანგის. ვის წინააღმდეგ გაგიჭირდებოდა ყველაზე და თამაში. მარჯვენა მცველი გითხარ. არ ვიცი, ჰაკიმი ალბათ. ჰაკიმი? კი. საინტერესო საფეხბურთო რჩევა, რომელიც ქუჩასგან მიგიღია. ალბათ ის, რომ სულ შემთხვევაში თავდაჯერებული უნდა ვიყო და არასდროს უნდა დავნებდე. და ბევრი მაგალითი ამიღია ქუჩასგან. ძალიან ხშირად ჩამოდიხარ ხოლმე, ნუ ძალიან ხშირად არა, მაგრამ დაცვაზე ბევრს მუშაობ რა. კი, ხშირად. არტმევებზე ბევრს მუშაობ და ეს რა ასაკში ან რომელ თვითონ მუშაობსაც გაიაზრე, რომ ძალიან მნიშვნელოვანია დაცვაში თამაში. დინამოში რომ მოვედი, უფრო აქცევდნენ ყურადღებას და მეც
მწვრთნელების დავალება შესრულება უცადე და გამომდის და რა ვიცი. მარცხენა გარემარბი ხარ და საშუალება რომ მოგეცეს ეხა შენს გუნდში ორი ცენტრალური ნახევარმცველი, რომელიც დაიჭერს ნახევარათა და პასებით მოგამარაგებს. რომელ ორ მათგანს აირჩევდი, მე გეტყვი 4-ს და 2 აირჩიე. სობოსლაი, ბელინგემი, ვიტინია და პედრი. პედრი და ვიტინია. პედრი და ვიტინია. დიახ. ვინ არის ფეხბურთის გოუთი? მესი. Full time. მესი. ფეხბურთელებისგან გამიგია განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, რომ მაგალითად MMA-ში ვარჯიშობენ. შენ რამე სპორტის სხვა სახეობაში ვარჯიშობ ხოლმე? არა. მან კალათბურთში მაგალითად. სპორტის სხვა სახეობა არა, მაგრამ კალათბურთი 1000-ში ერთხელ შემიძლია ვითამაშო ხოლმე. ყავს ვინმეს ფავორიტი კალათბურთელი? სტეფ კარი ალბათ. აი ლეგენდარული მწვრთნელებიდან რა, ყველა დროის რო აიღო, რომელთან მუშაობას ისურვებთ, საშუალება რო ქონდეს. თუ ყავს ეგეთი ფავორიტი ძველი მწვრთნელებისგან. თუნდაც ეხანდელიც შეიძლება. არ ვიცი, გვარდიოლა რავი. ენრიკეც. მაინც სირ ალექს ფერგუსონი. რა უნდა დაემატოთ შემდეგი. სწავლას ამდენად დიდ მნიშვნელობას აიჭებ. რთულია ასეთ გრაფიკში, მაგრამ მაინც აი ამდენად ახერხებ, რომ რაც რომ შევა ვცდილობ რომ ვისწავლო, იმიტომ რომ განათლებას მნიშვნელოვანია რა თქმა უნდა. ოცნების კლუბი პარი სენ-ჟერმენი არ ითვლება. არ ვიცი, ალბათ მადრიდი მაინც, რეალ მადრიდი. ალბათ რეალი. ისეთი შემთხვევა ხო არ ყოფილი, აი ძალიან განსხვავებულ პოზიციაზე რო ითამაში, მაგალითად კარში ჩადექი ან საყრდენზე ან ცველად. კი, კარში ვიყავ. კარში ყოფილა ის რა მოხდა ესეთი მომიყევი? ატეიტის თასზე ვიყავით. მერვე ადგილის თამაში იყო, ინებთან ერთად ვიყავი და გდანს ვეთამაშებოდით და ვიგებდით თვარშტები და კარში ჩავდექი. აიღებ როგორ დასრულდა? ერთი ავიღე, მაგრამ თამაში არ იყო. საფეხბურთო ოცნება პირველ რიგში არ გეუბნები ბოლოსკენ, აი საწყის წლებში კარიერაში რა არის შენი მიზანი და რაზე ოცნება? ჩემი მიზანია რომ პროფესიონალი ფეხბურთელი გამოვიდე და ნაკრებში ვითამაშო უმაღლესში და ჩემი ქვეყანა ვასახელო. ანუ ძმების დუეტი დაბრუნდება საქართველოს ნაკრებში როგორც ვატყობ. მაგრამ რა ნომრით ითამაშებს? ნომერი? 77. არ ვიცი. მას შემდეგ რაც დინამოს აკადემიაში გადმოხვედი, ყველაზე მეტად რა მხრივ გაქვს პროგრესი, რა უნარები დახვეწე? ესე ერთი არა, მაგრამ ბევრი რამე ვისწავლე აქ და კიდევ ვსწავლობ და ვცდილობ რომ ჩემი თავის საუკეთესო ვერსია ვიყო. ველოდებით მაგას მოუთმელად. მადლობა ყველაფრისთვის, მადლობა გუნდს, სტაფს, მთლიანად დინამოს, რომ ეს დღევანდელი ჩელენჯი ჩაიწერა, სიუჟეტი შეიკრა ბოლომდე. თქვენ კი კომენტარები დაგვიწერეთ, აუცილებლად შეაფასეთ ჩვენი ნამუშევარი და აუცილებლად მოიწონეთ დღევანდელი ვიდეო, რომ მივცეთ მუხტი ჩვენს მომავალ ნაკრების მომავალ კადრებს, რავი რა. ხვალზე გეგენი დადგებიან ჰიმზე აი ესე და მაგათ გამო იტირებთ, ინერვიულებთ და ის დღეები, რომელიც 2024-ში იყო, კიდევ ბევრჯერ უნდა გავამეოროთ.